პროევროპული პროტესტის მონაწილეებს თორნიკე თოშუასა და მინდია შერვაშიძეს მოსამართლე ელენე გოგუაძემ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განმარტებისას თუ რატომ გამოიტანა გამომტყუნებელი განაჩენი, მოსამართლემ თქვა, რომ ვერ და არ გაიზიარებს დაცვის პოზიციას აუცილებელი მოგერიების შესახებ. მისივე თქმით, ბრალდების მხარემ ბრალეულობა დაადასტურა. 37 წლის თორნიკე თოშუა და 33 წლის მინდია შერვაშიძე რუსთაველის გამზირზე 2025 წლის 31 ივლისის ღამეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალი წარუდგინეს ძალადობაში, რომელმაც ადამიანს ფიზიკური ან და ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა, მაგრამ ჯანმრთელობის დაზიანება არ მოჰყოლია. საქმეში დაზარალებული სტატუსი ყოფილ ფეხბურთელსა და ქართული ოცნების მხარდამჭერს ბექა გოცირიძეს ჰქონდა. პროკურატურის მტკიცებით, დემონსტრანტებმა ბექა გოცირიძეს სცემეს. დაცვის მხარის პოზიციით კონფლიქტი ბექა გოცირიძის მხრიდან იყო პროვოცირებული, ფიზიკური შეხება კი ერთმანეთის მიმართ ორივე მხრიდან მოხდა. დაცვის მხარე ამბობდა, რომ ბრალდებულების მხრიდან იმ ინტენსივობის დარტყმა არ ყოფილა, რაც სისხლის სამართლის წესით დასჯადი შეიძლება გამხდარიყო. 2025 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე ბექა გოცირიძე დაიკითხა, რა დროსაც მან რუსთაველის პროტესტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება დაადასტურა. მისივე თქმით, ჩხუბის დროს თავს იცავდა, ისიც ურტყამდა და ხელებს იქნევდა. პროცესზე მან არაერთხელ თქვა, რომ პრეტენზია ბრალდებულების მიმართ არ აქვს და მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მიესალმებოდა. ბექა გოცირიძე 2026 წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა. თორნიკე თოშუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში უკვე 7 თვეზე მეტია, რაც არიან. შესაბამისად, პენტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ.